ეხლა რა დროც დაგვრჩა ვაგრძელებ მე ამ დროს სამუშაოს. მონაკვეთის აგება ვისწავლეთ და შემდეგი არის სხივის აგება. მოდით ახალ ფანჯარას გავხსნი. ფაილი დავაწყაპოთ, შემდეგ ახალი ფანჯარა და გადავიდეთ ახალ გვერდზე. ის გვერდი რომ არ დავაზიანოთ, ხო? შევდივართ მესამე ფანჯარაში და ვირჩევთ სხივი. აი, ავაგე სხივი. ეხლა ფერების ცვლაზე აღარ მოგაცდეთ, უკვე იცით ფერები როგორ შეცვალოთ, სახელი როგორ შეუცვალოთ და რა როგორ გააკეთოთ. მეორე სხივი ავაგე კიდევ, ნახეთ, სათავე ამაზე დავაფუძნე. ნახეთ, ეხლა ამას თუ გადავაადგილებ, როგორ ერთმანეთზეა დამოკიდებული, ატყობთ? სხივებთან დაკავშირებით რამე კითხვა ხომ არ გაქვთ? მესამე სხივს ავაგებ და უშუალოდ ისევ ავაგებ. სამი სხივიც შემიძლია ვამოძრაო, გადავაადგილო, წერტილები შევცვალო. შემდეგი გადავდივარ და ეხლა ვაგებ ტეხილს. ტეხილი. ნახეთ, ტეხილი რა საინტერესოა? 1, 2, მეორე მდგენი, მესამე მდგენი, მეოთხე მდგენი და მინდა დავამთავრო, მაგრამ ვერ ვიშორებ ამას. იმისათვის რომ მოვიშორო, აი, საწყის წერტილზე უნდა დააწყაპოთ და დამთავრდება ტეხილის აგება რომ დაასრულოთ, უნდა დააწყაპოთ საწყის წერტილზე. ტეხილი გააქტიურებული მაქვს, შევალ, შევუცვლი ფერს. ტეხილზე უნდა დავდგე ჯერ, შევალ, შევუცვლი ფერს, გავამუქებ ხაზებს, აი ასე, და გამოვუჩენ სახელწოდებას და მნიშვნელობას. ნახეთ რა გამოიტანა, ტეხილის სიგრძე გამოიტანა. ეხლა თუ მინდა სახელწოდება შევუცვალო, დავაწყაპებ მარჯვენა ღილაკზე, გადაარქვის სახელი და სახელს დავარქმევ F, შემდეგი რა იყო, აბა გამოვწიო ეს გვერდზე, Ž, H-ში წვეროების მიხედვით რომ დავარქვა, I. აი ასე. და ნახეთ რა დააწერა. ტეხილის სახელწოდება წვეროების მიხედვით ჩაწერა, E, F, Ž, H, I, ტოლია და მისი სიგრძე დაწერა. ეხლა თუ წერტილებს გადავადგილებ, ტეხილის სიგრძე შეიცვლება. გასაგებია ესეც, ხო? შეგიძლიათ კოორდინატები გამოუჩინოთ, რა თქმა უნდა. შემდეგი არის ვექტორი. ვექტორი. ვექტორი ავაგეთ. და ნახეთ ვექტორი როგორ ჩაწერა. რაღაც მატრიცასავით ჩაწერა, ვერტიკალურად კოორდინატები. მარცხენა მხარეს დააკვირდით U ვექტორი, კოორდინატებით ესა და ეს. ინსტრუმენტს დავტოვებ, შემიძლია ამასაც ფერი შევუცვალო. აი, მუქი ლურს ავიღებ, გავამსხვილებ ასეთნაირად და გამოვუჩენ სახელწოდებას და მნიშვნელობას. ხედავთ? U ვექტორი დაარქვა ამას. და შემდეგი ნახეთ რა არის? ვექტორი მოცემული წერტილიდან. ანუ მოცემული ვექტორის, ტოლი ვექტორის აგება. აი ეს ინსტრუმენტი აკეთებს. ნახეთ რა კარგად გააკეთოს. ავირჩევ ამ ინსტრუმენტს და მაგალითად მინდა ამ წერტილიდან გადავდო მოცემული ვექტორის ტოლი ვექტორი. ჯერ წერტილი მჭირდება, ამიტომ ჯერ წერტილს დავსვამ. აი, ერთი წერტილი, მეორე წერტილი, მესამე ჯერ წერტილები გავამზადე. ამის შემდეგ დავაწყაპებ ამ ინსტრუმენტს ვექტორი მოცემული წერტილიდან დავაწყაპებ და ნახეთ რას მეუბნება ეს. ინსტრუქცია ყველა ინსტრუმენტს ახლავს, მეგობრებო, დააკვირდით აქ რომ მივალ, მონიშნე საწყისი წერტილი და მერე ვექტორს დააწყებო. დავაწყაპებ ამ საწყის წერტილს და მერე ამის ტოლი გადადე მეთქი და გადადო მისი ტოლი ვექტორი. ესე იგი, ავირჩიე ეს ინსტრუმენტი, ტოლი ვექტორის გადადება, მერე დავაწყაპე საიდან დაიწყოს ვექტორი
და რომლის ტოლი ვექტორი მასზე დავაწყაბებ. და ააგებს მოცემული ვექტორის ნიწვრილი მალე როდის და იმახსოვრეთ რა. ბატონო? ამდენი წვრილი მალე როდის და როგორ დაიმახსოვრეთ? არაფერი დამახსოვრება არ უნდა, ნახეთ თვითონ აწერია ამას. ნახეთ თვითონ. რო გამოიტანთ ამ ინსტრუმენტს, შეხედეთ დაბლა რო დადგებით ამის დაბლა, შეხედეთ სამკუთხედში რა წერია, თვითონ გაძლევთ ინსტრუქციას. მონიშნეთ საწყისი წერტილი და ვექტორი, რომლის ტოლი ვექტორიც კიდე გადაიტანეთ. ეხლა გასაგებია. ხო? ანუ წერტილს, აი ამ წერტილს თუ მოვნიშნავ, ამ წერტილს თუ მოვნიშნავ და ამ ვექტორს აქედანაც გადამიდებს, ნახეთ მისი ტოლი ვექტორი სად გადადო. ამ წერტილს თუ მოვნიშნავ და ამ ვექტორს თუ მოვნიშნავ, მის ტოლ ვექტორს გადამიტანს. ანუ როგორც თქვენ მოსწავლეს ეუბნებით, აი A წერტილიდან, ან B წერტილიდან გადადე მაგალითად BC ვექტორის ტოლი ვექტორი. ხო მიანიშნებ და ესეც კომპიუტერიც არის, თუ არასწავლეთ როგორ გააკეთებთ. თქვენ შეგიძლიათ დატოვოთ ვექტორის აგების ინსტრუმენტი, დააწყაპოთ ვექტორს, შეცვალოთ მისი ფერი, სისქე, წვეტილები გააკეთოთ, პარალელური გადატანისას დაგჭირდება ხოლმე წვეტილი ხაზები და გამოიტანოთ მისი სახელწოდება და მნიშვნელობა. ნახეთ რა დაგვიწერა, A ვექტორის კოორდინატებიო, 8 და 0-იო. საიდან მივიღეთ ეს კოორდინატები? აბა დავაკვირდეთ, M წერტილის კოორდინატებს გამოვაჩენ, N წერტილის, M' წერტილის კოორდინატებსაც გამოვაჩენ და ნახეთ რა აჩვენა, ვექტორის კოორდინატები გამომითვალა. ბოლოს კოორდინატებს გამოაკლო სათავის კოორდინატები. პირველი თუ შევცვალე ყველაფერი მასზეა დამოკიდებული, დააკვირდით როგორ იცვლება ნახაზი. ერთმანეთის ტოლები რომ ავაგე. აი ეხლა აქ თუ დავაყენებ, აბა დააკვირდით კოორდინატებს. ამ საწყის ვექტორს ნახეთ, აქეთ გადმოვიტან. ნახეთ როგორ შემიცვალა ყველაფერი. საწყის ვექტორს თუ შეცვლით ყველაფერი როგორ იცვლება, ატყობთ, იმიტომ რომ მისი ტოლი ვექტორებია ყველა. და თუ საწყისი ვექტორი შევცვალე, ნახეთ როგორ იცვლება მისი ტოლი ყველა ვექტორი, ატყობთ? მე მგონი საინტერესო იქნება მოსწავლეებისათვისაც ეს. ნულოვანი ვექტორით შეგვიძლია გავხადოთ ან გავზარდოთ, ან უარყოფითი ვექტორი, ნახეთ, კოორდინატები იცვლება. ერთი სიტყვით, ჩვენი დღევანდელი სესია ამითი ამოიწურა. შეგიძლიათ თქვენ ამის სურათიც გადაიღოთ, შეინახეთ სურათის სახით, ფაილი, ექსპორტირება, სახატავი არე, შენახვა, დავარქვათ ამას სახელი ვექტორის აგება და შენახვა.